თავისუფლების მეტროსთან ყავაჩერებენ მოქალაქეებს. ჯერ ჩაუტარდათ ზედაპირული დათვალიერება. იდენტიფიცირების მიზნით გააჩერეს. შემდეგ ერთ-ერთ მოქალაქეს აღმოაჩნდა პირბადე და პოლიციის მოთხოვნით თხოვეს რომ გაეკეთებინა ეს პირბადე და ისე გადაიღოთ მათ ფოტო. ხოლო შემდეგ დაიწყეს ოქმის შევსება. მაგრამ მოქალაქის ახსნით თვითონ მოქალაქე იძახის რომ ეს პირბადე რომელიც აღმოაჩნდა მეტროში უკეთია, ეს არის მისი სიტყვები და მას აქციაზე არ ეკეთა ეს პირბადე. ახლა ამ ორ გოგონას უსვამენ ოქმს. ხედავთ აქ დაუქულ პირბადეებს. შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მეტროსთან პოლიციელები აჩერებენ მოქალაქეებს და იდენტიფიცირების მიზნით, მათი დათვალიერება დაჭრილება მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ორი ახალგაზრდა მიდიოდა სახლისკენ, მათი თქმით, ისინი ესე ამბობენ და დათვალიერების შემდეგ ერთ-ერთს აღმოაჩნდა პირბადე, რომელიც მისივე განმარტებით იგი იყენებდა ამ პირბადეს მაშინ, როდესაც მეტროში იმყოფებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად პოლიცია, რადგან აღმოაჩინეს პირბადე, თხოვა რომ გაეკეთებინათ სახეზე და ისე გადაიღოთ ფოტო, რადგან ის პოლიციის თქმით ეძებენ კონკრეტულად მოქალაქეებს, რომელზეც არ ვიცით ვინ არიან. ხო, ეს არის ერთ-ერთი მოქალაქე, მეორე კი იქ ყავს. ოჯახს წართან დავრეკო? ვინმესთან? არა.
ახლა კი გადავინაცვლებ თიკა ბატარეასთან, რომელიც ასევე გაჩერებულია. ასევე მის შემთხვევაშიც იყო ზედაპირული დათვალიერება, მაგრამ პირველ გოგონას, რომელიც მანამდე გაჩვენეთ, მას აღმოაჩნდა პირვადე, მაგრამ როგორც ჩანს, ოქმი მაინც გამოუწერეს თიკა ბატარეას, რომელსაც თან არ ჰქონდა არანაირი პირვადე და მის მეგობარს ჰქონდა. ასევე მისი მეგობარი იძახის, რომ ეს პირვადეები, რომელიც მას აღმოაჩნდა, იყო იმისთვის განკუთვნილი, რომ მეტროში გაეკეთებინა. გაჯიბულია შიგნით. ესეთი სამუშაო პირობებია რა ამ თორეს ცხოვრება. თუ შეიძლება ყავა უშაქრო უთხარი რა მათ. აუ ყავის გონდა მაგ გონდა. თიკა. თიკა. თიკა უშაქრო უთხარი რა ყავა. ის მეგობარს აღმოაჩნდა პირბა სამედიცინო პირბადე და ეხლა მაგასაც უდგენენ ოფს. ამის მეგობარს რო აღმოაჩნდა, მაგრამ ორი პირბადე რადგან აღმოაჩნდა. იქ არის მეგობარი. თიკას მეგობარი. ვიღაცა მეგობარი. ეს სიტუაცია თავისუფლების მეტროსთან, აქ ყავდათ შერებული თიკა პატარაია ბოდიში, ხოლო იქით მეორე მოქალაქე, რომლის სახელიც გვარი არ ვიცით, ელენე ყავთ გაჩერებული, ჯერ იყო ზედაპირული ჩხრეკა, გააჩერეს იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ მეორე გოგონას, რომელიც დგას უშუალოდ თავისუფლების მეტროს შესასვლელთან, სადაც გადაიყვანა უშუალოდ პოლიციამ, მას აღმოაჩნდა ორი პირბადე და ამის შემდეგ რადგან აღმოაჩნდათ, პოლიციამ მოუწოდა ელენეს, რომ გაეკეთებინა ეს პირბადე და შემდეგ გადაუღებდნენ ფოტოს. რაზეც დათანხმდა მოქალაქე, ამის შემდეგ კი უშუალოდ დაიწყეს ოქმის შედგენა, როგორც თიკასთან, ასევე მოქალაქესთან.
არა, ეს სვანაია და სხვა რაღაცა. არა. Просто ჭირდება ხონდა? არა. მეორე. მანამდე შეიძლება ეკეთოს. არის ახლა გადავინაცვლები უშუალოდ მეორე მოქალაქესთან, რომელიც ასევე გაჩერებულია ჯერ იყო გაჩერებული იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო მას შემდეგ აღმოუჩნდა პირბადე, მისი განმარტებით ეს ამ პირბადეს იყენებდა მაშინ, როდესაც მეტროში იმყოფებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად პოლიციამ უთხრა, რომ გაეკეთებინა ეს პირბადე და ფოტო უნდა გადაიღოს პოლიციას მისთვის. ამის შემდეგ კი დაიწყოს უკვე უშუალოდ ოქმის შედგენა. ეს გოგონა რა. ვარტები ოფის ტელეფონიდან მეორე საცხოვრებელი საფიქსირებს. მოქალაქეების როგორც ხედავთ, დიდი ალბათობით ასევე ის მათ არ იციან როგორ შეავსონ ოქმი და იწერენ
დეკრიმინალიზაცია. ხება განსაკუთრებით საშიშნისი აფის კოუდი დროს რამდენს იმასიდან გააკავებენ გური უნდა დააწინაუროთ. სამედიცინო პირბადე ამოიღო. არა, იქეთ იყო ძალიან ბეჯითად წერდა. არის მტკიცებულება სადმე? ეს აქციის მიმდებარე ტერიტორია თუ მეტროს? ეს აქციის მიმდებარე ტერიტორია თუ მეტროს? ჯიბეში ხადება და ისე ტარებაც აკრძალულია?
ან თქვენ იმ გოგონას ხედავთ ახლა როგორია? ან თქვენ იმ გოგონას აკეთებით როგორ მდგომარეობაშია? აკეთებით თავის შეხედეთ გოგონას რომ ყველა მე წადი. შეხედეთ დოქტორ და კაცია დედა. Bravo. Engan milizia თავისუფლების მეტროს მიმდებარედ გრძელდება მოქალაქეების გაჩერება იდენტიფიცირების მიზნით. როგორც კადრებში აქამდე ნახეთ, გააჩერეს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა სახე დაფარული, თუმცა აღმოუჩინეს შემდგომში პირბადეს, ხოლო ამ პირბადის გაკეთება მოგვიანებით ამ პირბადით გადაუღეს რამდენიმე კადრი, შეუქმნეს ოქმი, ასე გაჩერებული ყავდათ მარიამ მეყანწიშვილი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს და ახლა საპატიმრო გირაო აქვს შეფარდებული. ამ დროისთვის პოლიციამ გაუშვა ეს მოქალაქეები, თუმცა უცნობია კიდევ ვის გააჩერებენ აქციიდან მომავალს ან უბრალოდ მოქალაქეს, რომელსაც ისინი მიიჩნევენ საეჭვო ვიზუალის მქონედ. დროებით დაგემშვიდობებით Informacja, problem na wojsku. ერთ-ერთი მოქალაქისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ ყავდათ გაჩერებული, ემოციური იყო ეს პროცედურა და სწორედ ამაზე საუბრობენ ახლა აქტივისტები. ამ დროისთვის დაგემშვიდობებით, ნეტგაზეთის ლაივი დასრულდა, თუ ვითარება ისევ დაიძაბება რუსთაველის გამზირზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევ განვახლებთ პირდაპირ ჩართვას. მადლობა რომ